ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, სანამ ჩვენ სტუმარს არ მოგიდგენთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ, იცით, მაგრამ მინდა შეგახსენოთ კიდევ, რომ შაბათ კვირას არ გამოტოვოთ კომედი არხზე საღამოს 8 საათზე მიხოს და მაროს უახლესი სერიები. კი ბატონო, ნამდვილად ჩემო ნიკოლოზ არ არის გამოსატოვებელი ამბავი, მაგარი სერიები გელოდება შაბათ კვირას 8 საათზე და ამბავი კაცო, ეს ჩვენი თეატრის ამბავი. ესე იგი, მთელი მარტი არის გაყიდული, როგორც მოგეხსენებათ, ეგ კი არა და გადავედით აპრილზე და გაიყიდა 17-მდე ყველა წარმოდგენაზე. რა გავაკეთო რა? 45 კაცი ეკევა ჩემო საყვარელო ტელემაყურებელო და საზოგადოებაო, ამიტომ სწრაფად იყიდება და ერთი აი კომენტარებს ხომ აი ვკითხულობ და ხშირად არის ხოლმე რა ხდება, რაღაცა ნაწყვეტი დადეთ, რაღაცა ვცდილობთ რომ ნაწყვეტი მოგაწოდოთ სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ დღეს მე და ნიკოლოზმა გადავწყვიტეთ რომ ჩვენ შოუში იქნება ჩვენი წარმოდგენის პატარა ნაწყვეტი და ძალიან საინტერესო ამბავია და უნდა იყოთ ჩვენთან ერთად. ხო ასია? ეს ცოტა მოგვიანებით. კი ბატონო, გადაცემის ბოლოს. გადაცემის ბოლოს. მანამდე კი ჩემო პატარა იზღა დაგვშენია და ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენი ძალიან მაგარი სტუმარი წარვადგინოთ. კოლორიტი ნამდვილად ისის და საქართველოსი მე თამამად ჩემო უსაყვარლესი ადამიანი. ძალიან მაგარი ადამიანი, მომღერალი ტრიო თბილისის და ანსამბლ თბილისის სოლისტი ზაზა მამავაძე. მადლობა ბიჭებო. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, იმის გარდა რომ არაჩვეულებრივ ადამიანთან გვაქვს საქმე, აქვს დღევანდელ სტუმრობას ძალიან კარგი მიზეზი, წელს ასეთი და მომავალ წელს საერთოდ. დღეს ხუთშაბათია, როგორც მოგეხსენებათ, 26 მარტი და ზაზა ბატონს დაბადების დღე აქვს. მადლობა. ესე იგი, მრგვალი თარიღი იქნება მომავალ წელს 70, თუმცა აქედან ვიწყებთ ქეიფს, ერთი წელი ეხარა. ქეიფს ვიწყებ დილიდან. კი ბატონო, კი ბატონო. აი რო იძახოდი დღეს სადავლიოთ. ესე იგი, ჩვენ ყოველთვის როცა ესეთი მსგავსი რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს, რაღაცას მოვიფიქრებთ ხოლმე, აი ამიტომ არის შუაში სავარძელი, მაგრამ დღეს ნამდვილად კვარცხლბეკი შემოგთავაზეთ, როგორც მიდია. ყველაფერს თავისი ამიჯდულია ყველაფერი. დიდი მადლობა. როგორ ბრძანდებით, ზაზა ბატონო? ნუ ეხლა ისეთი შესავალი გაკეთდა, რომ ცუდადაც რომ იყო, არ მაქვს უფლება თვლის და ვარ გადასარევად. ესე იგი, ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული და სიხარული უნდა გამოვხატო, რომ ჩვენთან მოიცალეთ და მობრძანეთ. ჩემი სითბოც და უდიდესი, რავი, დადებითი ემოციები თქვენ მიმართ და თქვენი გადაცევის მიმართ და თქვენი არხის მიმართ თვლიანად. ესე იგი, ჩემო ნიკოლოზ, ეხლა შენ ამ მდგომარეობაში საგაქვს ხმა? ისე რომ ქონოდა ბატონ ზაზას დღეს აზრი არ ეკრებოდა მისთვის სტუმრობას, ამიტომ ნაკეიფარია თუ ნამღერია, კაი როგორ რა მაინც ხმასთან ახლოს ახლა. იცი რა ნაკეიფარია. ხო არა, აშკარად. წუხანდელი. აშკარად სადღაც 60 საათამდე ყველაზე ცოტა. მთელი უბრალოდ ისე რა ქვია, დალევით არ ვსვამ, იცი საგერჩევა მეგობრებმა, მაგრამ რა ვქნა, ღამის თევა მომიწია. წუხანდელი ღამინაცებია და ჩეეძინა. კი ბატონო. ძილი ვინ გაცალა? ხო, მაგრამ ეტყობა არ დაულებია, მაგრამ სიმღერაც მოუწია აივანზე გარეთ და მაინც იცივია და თავისი. არა, ვიშეთ თავიდან რომ დაილაპარაკა, მეგონა რომ მაინც რაღაცა თქვენ ტემბრს ამთხვევდა და მეთქი რაღაცა კოლეგიალურად მეთქი რაღაცა, მაგრამ საბოლოოდ რაღაც სიმამდე მივარდა. ტემბრზე გამახსენდა შეიძლება? რა თქმა უნდა. ეხლა მამა ჩემი იყო ჟურნალისტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს ტელევიზიის და ნუგზარჯუღელი ყველას გახსოვთ. რა თქმა უნდა. ხო და მამამ მკითხაო რა შენი ხმა მომცაო ნუგზარო და არ გიცეთ ბატონო ვახტანგო რატო და მტრები გეყოლებათ.
კი ბატონო, ესე იგი ამდენი წელი 69 წელიწადი მე ტყუილად არ ვახსენე მომავალ წელს დიდი ამბავი გველოდება 70 წლის იუბილე და დარწმუნებულია რომ კარგად აღინიშნება. რა ვიცი, ვაპირებ რაღაც. ისევე როგორც სხვათა შორის აუცილებლად უნდა ვთქვა რომ თქვენ ასე ვთქვათ მეგობრებს, პედაგოგებს, მანკაცებს უვლით დღემდე გარდაცვლიებსაც კი რა და ესე ცდილობთ რომ ბატონი ავთოშარვაძე მყავს ხედველობაში. და შორის გაისად მე ხო 70 მისრულდება, ავთო შეისრულდებოდა 80. ხო და აი თქვენ რო გაისად გვაქვს საიუბილეო საძმაკაცოში რაღაც ისე დაემ. შემოგევლეთ და ყველაფერი იქნება მაგრად დარწმუნებული ვარ. და რას ვამბობდი, იცი რომ 79 წლის განმავლობაში იმდენ მაგარ ამბებს ახართ შესწრებული გადაგხდენიათ. კი ბატონო, შოთა გორგოძე იყო გადასარევი კაცი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ფეხბურთის თამაში. სხვათა შორის როგორ იყო, იცი? იმ პერიოდში დავდიოდით კვირაში 3 დღე, შაბათი კვირა აუცილებლად დინამოს ბაზაზე. აჰა. თამაშობდით ფეხბურთს. ეხლა შემადგენლობას გეტყვი რა. იქით ამ მხრიდან იყვნენ, შოთა გორგოძე თამაშობდა, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, დოდიკა ხუნდაძე, ბესარიონ ჭედნიშვილი, ძველი ვეტერანები. კი ბატონო. ხო, ესენი. აქეთ ამ მხრიდან მომღერლები ვიყავით და მეკარე ყავდა სულიკო კოროშინაძე. არა, საოცარი შემადგენლობა იყო. კაი მეკარე იყო? არა, სულიკო გადასარევი, ხალხშორის კაი ნახტობი გქონდა. ხო და მაგრამ რა ხდებოდა ეხლა უყურებ. ყველა შემთხვევაში უნდა მოეგო გორგოძის გუნდს, იმიტომ რომ ყველას მოხსნიდა რა. ხო, მაგის ხო და ერთი დღეა ბიჭო, ვიგებთ 11-3, 12-მდეა თამაში. ხო და ერთ-ერთი მოვიდა იქიდან, რა შევი ხვალე ყველას დაგხსნისო და უნდა წააგოთ ეს და 12-11 წავაგეთ, მაგრამ ეხლა რა ხდებოდა? კვირაში ერთი დღე იყო ესე ერქვა ვახშმიანი თამაში. აჰა. ხო და ვახშმიანი თამაში რას ნიშნავდა? რომ მე მაგრამ კისრულობდა ვინ? მოგებული. და რატო? იმას უნდა მოეგო და ფული იმათ ქონდა და ჩვენ სად ქონდა მომღერლებს ფული და ესე მაშინაც არ ქონდათ ფული. არა, მაშინაც არ ქონდა ფული, მაგრამ თვითონ ისეთი კაი სიტუაცია იყო და შოთა გორგოძე გადასარევი კაცი იყო პარლამენტში. ხო და ეკისრულობდა ხოლმე ყოველთვის რა და მე იყო ეხლა იქ თამაში მათი იყო, დომინანტები ისინი იყვნენ, მაგრამ სუფრაზე უკვე იმას უყურებდა გაცოფრა, ჩვენი იყო და კი ბატონო. მაგრამ ესე იგი როგორი საქმე ახლა შინაგან საქმეთა მინისტრს რობურთი წაციხიდან შეიძლება ვერ გამოხდეთ. არა, სხვადასხვა ერთი თამაშია და ცხონებული არც ერთი აღარ არის რა, აღარც სლავა მეტრეველი, აღარც ილია დათუნაშვილი და სლავა მეტრეველი ბურთი რო დაარტყა, ძლიერად მოუვიდა რა და ცხონებული შოთა პარლამენტში მინისტრი ამ დროს გამორბოდა და ბურთი მოხვდა კეპაში და წაიქცა. წაიქცა და ეხლა ვარდ მოედანზე რა. ხო და აბა იქიდან ჩაიდნით ვიღაცა წყალი მოაქვს. რო წამოდგა, გავაგზავნეთ თამაში და ილია დათუნაშვილმა იქიდან გლიჯა ისევ შოთას მოხდა რა. ერთ დღეში ორჯერ მოსასწრელი. მაგრამ რა თქმა უნდა ამას ისინი ასე არ მოუწია, ამას იყო და ესე იგი ბატონო ზაზა თან თქვენ თვითონ ახსენეთ აღა ვახშმიანი თამაში მართებოდა ხოლმე კვირაში ერთხელო და მე დარწმუნებული ვარ რომ უამრავ ვახშამზე ყოფილ ხართ შემთხვევით სულ შემთხვევით წვეული და ანუ თქვენი სუფრასთან ურთიერთობაზეც აუცილებლად ეხლა მოდი გეტყვი ესეთ რამეს რა დალებები განსხვავებული მაგ განსხვავებულია დღეს რო აღარ ავსვამ ეხლა აღარ მასწრებ მოდი ესეთი რაღაცა დაახლოებით ეხლა ხო სტატისტიკით განისაზღვრება სადღაც აი რო არ გადავაჭარბო დაახლოებით 600 ქორწილში ნათამადარი ვარ დასწრებაც არ ვამბობ ხო ნათამადარი ხო დალებები ეხლა რა გითხრათ მაგრამ ჩვენი დალევა არ იყო მარტო დალევა რა მარტო ჩაისხიდა რამე იქ იყო რიტუალი იყო KPI რასაც ქვია აი პასუხი სიმღერა ლექსი ყველაფერი და ჯამში 10-12 საათს ვატარებდი სუფრასთან რა კი ბატონო იცი რა მაინტერესებს რომელ ღვინოს ანიჭებდი თუ პირატეს მაშინ ეხლა არ იყო დიდი არჩევანი და იყო 8 ნომერი შობლიური 8 ნომერი იყო ტიბანი ცოტა მძიმე იყო მერე შემოვიდა შუამთა გადასარევი ხო მას ეხლა შარვაძე ხო ვახსენეთ და ეს ახალი შემოსულია შუამთა და უჭირავს ხელში და შარვაძე
შურო დაინახა ხარ გააგზავნა ვა შარვაძე გადაწარევი ადამიანი. ესე იგი ზასა ბატონო ახან საუბრობთ რაღაცა და როგორც მივხვდი დალევითაც ანუ იგი არ უჩიო განსხვავებულებთან თქვენი არ უჩი. ესე იგი განსხვავებული რამე თან განსხვავებულები იყო აი რასაც ყველას აქვს დალეული ალბათ ნუ ეხა ყანძზე აღარ მაქვს საუბარი და ფიალებზე იყო 300 გრამიანი შპრიცები კი ბატონო. კაი და სოდაშოვის ჩაუშეპირდა მაგრამ ესე ძნელია კედელზე აჭრენ ხოლმე. იცი რა არა ესეც აქ მიჩვევაზე არის რა კულა იყო ესეთი ძნელი დასავლელი ჭინჭილა ხო ვიცით მაგრამ კულა სხვანაირია და პუჩი ესეთი ფორმა უნდა მიიგეცა და მაგრამ ყველაზე ესეთი სასმესით რომლითაც ალბათ რამოდენიმე კაცს აქვს დალეული უცნაური. ბევრს არა ეს არის ნიკელის კრაოტი აი წითელ წყაროში მაშინ წითელ წყარო ერქვა კი ბატონო. ნიკელის კრაოტები ხო ყველას გახსოვს ესეთი გისოსები ოდა ვარდიგა და მასპინძელმა ეხლაო მე ვიც კაი დავლიოთო და ეს ნიკელის კრაუტი აძრო ეთყობა ხმარებაში გონდა რა აი ეს ტრუბასა. აი ზემოთ ის რო არის ხო მოაჯი აქედან რო ჩაუშა წამოვიდა და ჟანგებიც კი წამოვიდა მაგრამ ბევრი არა იმიტომ რომ ხმარებაში გონდა ეთყობა ნუ შინად და ხო ახლა მაგეთი ბევრს არ დაულებ არა არც გამიგია. ხო აი აგერა ვარ ძნელი დასალევი იქნება დიდი პინი. სულ თქვა უნდა შეუწყო აი ვარი დილის გამახრებელი ვარჯიშები სულ თქვა უნდა შეუწყო სიმღერა მომღერალი ხარ გამოგადგებოდა ახლა ეს თქვის შენ კი არა ყველაფერს ახლა ლამპიშუშებზე აღარ ვლაპარაკ. ახლა ლამპიშუშები და ეგეთი რამეები გასაგებია დილა როდინი სიცოდე კიდე ქალბატონს ფეხზე აი გახტი. მოდი რა ახლა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ავტოსთან ამაკ დაკავშირებული ახალ ვახსენეთ ჭოპორტში ვარ წასულები რა მე ჩემი მამიდაშვილი კიდე ერთი ავტოსარვაძე მაგარიად გაანა. ავტო და ავედი ხა ჭოპორტში აბა რა ღვინო აქვს ახლა იქა და არაყით რახი რაღაც ეგეთი და რატომღაც მასპინძლებს უნდა რომ დაგვათროს რა ხო და ეხა მე ვარ მაშინ სადღაც 27-28 წლის ვარსკვლავებს წყვეთ რა სმაში ესენი არიან 37-38 ვისთანაც ავტო და ესე ვიტანთ რა ხო და რო ვატყობთ რომ მოეძალა და უნდა რომ დაგვათრო რადგან და აი ესეთი ფეხიანი ვაზები იყო ხილის მასპინძელმა ეს ხილი ამოიღო და ჩაასხა ღვინო და მოგვაწოდა. ავტოთქა მე ამას არ დავლებო. ამას შევხრიპავო და ჩაყო დრუნში და შეის. ის გადაირეოდა. ხო არა მივახვედა და არ ვიქეიბო და დავანებდე თავი. არ გვინდა. არ გვინდა არა. თუ ჩვენ ჩამოვედით მშვიდობიანი მისიით რა რაღაცა ვიქეიბო და კარგად გამოსულდა. ისე თბილისში ეს ერთმანეთის გადაძახილი ძალიან მოდაში იყო ხო? ეს სახლში სტუმრობები, გიტარა. კეიფი ძირითადად იმართებოდა სახლში რა. და უფრო პატივისაც ცემა იყო ადამიანს ოჯახში დაბადიჟებდი და მე ეხლა ხო იმიტომ ერთი ბევრი რესტორანიც არ იყო. კი ბატონო. იყო რამდენი დარიალი იყო იმერეთი, არაგვი, იქ სალხინო, იქ რაღაც გრემი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ოჯახს სხვა დანიშნულება ჰქონდა რა. ოჯახში რო კაც ოჯახში სხვა სული იგრძნობოდა რა. იქ რამოდენიმე ფოტო იყო, რაღაცა იყო, ყველაფერს ჰქონდა თავისი დანიშნულება და ოჯახში იქიდან მოდის ოჯახში ნამყოფი კაცია იმალ ოჯახში. კი ბატონო. ხო და უკვე ცუცაც ვერ გაიულებდი ადამიანს, იმიტომ რომ ოჯახი და იყო ეგეთი გამოთქმა კიდე რა. ეს კაცი ოჯახში შემოსაშვები არ არისო რა. ხო. ეგ ძალიან ისეთი ამაზე რომ კაცს მიაწებებდნენ ამიარ ლიგს ის ქუჩაში ძნელად გამოდიოდა. ნუ ესე სუნთქავდა ეს ქალაქი და. ესია. იცით რა მითხარით? აი ტრიო თბილისთან როგორ დაიწყო შეხება, რა ხდებოდა ეს რო გვითხრათ? ტრიო თბილისი დაიწყო, იყო ესეთი ფოლკლორული ანსამბლი, სახელმწიფო ანსამბლი იყო მაშინ. და იმ ჩვენი ძირითადი რეპერტუარი იყო ფოლკლორი. კი ბატონო. და იმიტომ რომ წელიწადში ვატარებდი დაახლოებით 200 კონცერტს უცხოელებზე მუშაობდი ძირითადად გასამდიდელო და მრავალფეროვნებისთვის საჭირო იყო ქალაქული ფოლკლორის შეტანა და იქ დაიბადა ამ ტრიოს ამბავი და თბილისი თვითონ სახელი დაგვარქვა იყო ესეთი გადასარევი კაცი საარბრუგენის მერი და მერე
საარის ხარის პრემიერი ოსკარ ლაფონტენი. და იმიტომ რომ თბილისი და საარბრუგენი იყო დაძმობილებულები და ჩვენ ხშირად ჩავდიოდით, ერთ ჩასვლაზეც ამ კაცმა თქვა მოდი ამათო დავარქვათო თბილისიო რა. და დარჩა და და დარჩა ეს იყო 1982 წელი, როცა თბილისი დაგვარქვეს. კი ბატონო. მე ვიცი რომ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი კონცერტი გაქვს რიცხობრივად გულის. რიცხობრივად 3000-ზე მეტი. 3000-ზე მეტი კონცერტი. ეს არის არ მაცობს ბატონო. 3000-ზე მეტი სოლო კონცერტი გვაქვს ჩატარებული. და ვისთანა გაქვთ რამღერი? ნუ ეხლა მე მივხვდი საითქენაც მივყავს საუბარი, ანსამბლი აბა ყველას გვახსოვს, ბენი ანდერსონი, მათთან ერთად და შესაძლოა მაგის აპარატურა სარდაფში ვინახავდი, მაჩუკა. გაჩუკა. კი. ისე ხო არ წამოხვიდოდი? არა, მაშინ მე სტუდიას ვაკეთებდი და გაიგო და აი ეს ჩვენი ნახმარი აბა წამოიღეთო სულ მათი ის იყო და წამოვიღე და ეხლა იმქიდან მიქშერი რომარ ცხილაძეს ვაჩუქე ღმერთმა შეარგოს გადასარევი ყველასთვის საყვარელი ვიკაცია მომადა. კი ბატონო, მათთან ერთად გვაქვს ჩატარებული კონცერტი, ორი კონცერტი ჩავატარეთ. ძალიან დიდი წარმატება. მითხრა ესეთი რამ რომ მეო მაქო ჩემი საკუთარი სტუდიაო და თუ თქვენ თანახმა იქნებითო მინდაო რომ ჩემ სტუდიაში თქვენი დისკი გამოუშვაო და გამოუშვით ის დისკი. ვა. ესე იგი, ამდენი ნიკოლოზ კონცერტები, კეიფები, ამბები. ოჯახი როგორ იტანდა? ეხლა გეტყვი, მე სიდიადრი ისე მიყვარდა რომ დიდუბის პანთეონში დაგვძალე რა, ბოლოს გეტყვი. შეკეთა სამგადასარევი. მაგრამ ეხლა ეს ტელევიზიით არ უნდა გეთქვა. რატო კაცო ცოცხლე მიყვავს სიდიადრე. არა და თან ისე დავძალე რომ ცნობაც არ ამიღია. მართლა გეუბნები. აბა ზამოუჭრეთ კაცო. მართლა გეუბნები. არა, ეგ არ უნდა მოჭრა ხო და ეხლა რა ხდება? მე ცოლი რომ მოვიყვანე ხო, ჩემი სიდიადრი იყო მუსიკის მასწავლებელი და სახში იყო. და მარტო იყო. რა გაჭენებული ბინაა და გადმოდით რა ჩემთანო და იქ ავცხოვრობ. ხო და მეგობარი მყავს, რომლის სახელი დაგვარს, ეხლა არ ვიტყვი, იმიტომ შეიძლება არ ესიამოვნოს და ვეძახით ზედმეტსახელად ტალბუხინას. იმიტომ რომ გენერალი ტალბუხინი იყო და იმას წააგავდა რა. ხო და მოკლედ ჩემი სული ისწორ გადასარევად ამას, იცის რომ ეს ყმაწვილი ტალბუხინი ერთდაიგივია ყველაფერი და ნუ რეკავ ხოლმე რა ჩემთან სახში, კეთოჯან, კეთოს ვეძახით, კეთო ერქვა ჩემს იდეას, კეთოჯან, თამუნას უთხარი, ანუ ჩემ ცოლს რომ დღეს სახში არ მოვარ, იმიტომ რომ ტალბუხინასთან ვარ, ტალბუხინა მთრალია, ვერ დავტოვე ტალბუხინას, ტალბუხინა და ნუ არ ვაქცევ ყურადღებას რა, სიმშვიდეა. გავიდა 1-2 წელი, 3 წელი. კვირა დღეა ამ ტალბუხინამ უნდა გამომიაროს და მივდივარ საკეიფოდ და ზარი ირეკება და ჩემს იდეას ეუბნები, კარი გააღე, ტალბუხინა უნდა მოვიდეს თქო. ხო და მე ჯერ არაფერი არ ვიცი რა ხდება. და შემოვიდა ალიკო ქვია ამას, გვარს აღარ ვიტყვი, კაი. შემოვიდა ალიკა, მოდი ტალბუხინ მეთქი და აი ჩემი სიდიადრი შემოდის და რა თქვიო? რა იყო მე ვთხარია, ალიკო თქო და ეს არის ტალბუხინაო. კი მეთქი. 2 წელი ტალბუხინა ქალი მეგონაო. და შენზე ხო ბრაზდებოდიო და ჩემ შვილზე უფრო ბრაზდებოდი. ამისთან რა გაკეთდა, რა ხდება რომ ვერ შეგელიაო. დავჩები ტალბუხინამ თვალია ესე და როგორ გიტანს ამდენი ხანიო და ნუ ამოიხსნა, ამოცანა რა ხელა აი სიძის ინსტიტუტი ნახე რა კი ბატონო. კარი ოჯახს დააგრე და ეგრევე რა შემიგა. აბა ეს ყველაფერი დაგროვდა წვეთეწვედა და ავედა კიდე პანთეონში გავუყენე. შვენიერი რა. მე მაგალითად პირველი ამბავი მესმის მსგავს გაგიგია სიდედრი რომ პანთეონში დაგზავო. ხო, ახლა კითხვა გავიგე საიდან ხო? ჩემი სიმავრი გაბაშვილის ოცნებელი მხატვარი იყო, პანთეონშია დაგზავნული და ესე იგი იცი რა ჩვენ მაინც იქამდე მივედით რომ უნდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და დიდხანს სიცოცხლე გვინდა რომ გისურვოთ. აი დიდხანს რაც შეიძლება, იმიტომ რომ ამდენად ახლა მე ჩემი მეხსიერებაში ძალიან კარგად მახსენდება და დიდ პატივს თქვენ და თქვენ შემოქმედებას და არ მინდა რომ ისე გაგიშვათ. აი ბატონი ავთო შარვაძე ვახსენეთ. ვიცით მისი დამოკიდებულებაზეც ვისაუბრეთ და
კარგი ხო არ იქნება ბატონი ავთოს სიმღერა რო შეგვისრულოთ რამე. კარგი კი არა სიამოვნებით, მაგრამ ეხლა მე აი ამ ახალგაზრდები ხართ ხა ჭიდაშედავით გასაგუთებით გიორგის უყურებ მამისთან და მანამდე თხოვნებული გრიშაკ სოროლთან მე ახალგაზრდობის წლები გავიარე და ერთი რაღაცა წავიღინოთ და მე ვიმღეროთ ის ეგენაცვალე. ეს მზად არიან მაგისტრი. აბა აბა გისმენთ სიამოვნებით. აბა წავე